მთავრობა აგროსექტორის მხარდაჭერის მოდელს სრულად აახლებს. თანადაფინანსების პროგრამა ეფექტიანობასა და მიზნობრიობაზე გადადის. რა პრობლემებმა განაპირობა რეფორმა და როგორ შეიცვლება სახელმწიფო მხარდაჭერა. აღნიშნულ თემაზე ვისაუბრებთ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან გიორგი ავალიანთან. მოგესალმები გიორგი, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. გიორგი, მოდით დავიწყოთ აგროთანადაფინანსების პროგრამით და მინდა გთხოვოთ მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ იყოს თავდაპირველად ახსნათ, რა ახალ მიდგომებს ეფუძნება სწორედ აღნიშნული პროგრამა და რით იქნება იგი განსხვავებული წინა მოდელისგან. მადლობა კიდევ ერთხელ თემით დაინტერესებისთვის. მოდით სანამ ახალ პროგრამა შევეხებოდით, როგორ მოვედით ამ ახალ პროგრამამდე, მოკლედ მიმოხილვას გავაკეთებ. თქვენიცით რომ გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ინიციატივით სოფლის განვითარების სააგენტო უკვე წლებია ახორციელებს სოფლად მხარდაჭერ პროგრამებს. ეს იქნება პირველადი წარმოების მხარდაჭერა, ეს იქნება გადამამუშავებელი და შემმოხილული ინფრასტრუქტურის შექმნა თუ ტექნიკური დახმარება. წლებთან ერთად პროგრამები განიცდიდა ცვლილებებს, ეს ცოცხალი პროცესია იმ რეალიებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც იყო თვითონ უშუალოდ ქვეყანაში და მსოფლიოში არსებული გამოწვევები, რაც იყო. წელს მოკლედ ერთ წინადადებაში რომ შევაფასოთ ის ცვლილებები, რაც განხორციელდა, არის ის, რომ ჩვენ ფრაგმენტული მხარდაჭერიდან გადავდივართ შედეგზე ორიენტირებულ სისტემაზე და რას გულისხმობ ამაში. პირობითად რო ავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი დანერგე მომავალი, სადაც ბენეფიციარს შეეძლო მიიღო თანადაფინანსება 70%-ის ოდენობით ენერგებზე, 50%-ის ოდენობით სარწყავ სისტემაზე, 20%-ის ოდენობით სეტყვისგან დამცავადეებზე და ასე ვთქვათ ჭაჭაბურგილის მოწყობაზე. ჩვენ თქვით, რომ აღარ გვინდა ესე დაყოფა, ერთიან პროექტი მსხვილდებით, მეტად კომერციალიზაციისკენ მივდივართ. დავაწესეთ ზღვარი 2 მილიონი ლარი პირველ წარმოებაში იგივე ბაღებში და ვთქვით, რომ ჩვენ 50%-იან თანადაფინანსებას გაძლევთ. მარტივდება მიდგომა, ფერმერისთვისაც უფრო გასაგები ხდება სახელმწიფოს რა უნდა მისგან და ჩვენთვისაც უფრო პროგნოზირებადი ხდება თუ სათხარჯავს სახელმწიფო თანხას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ აღნიშნული ცვლილებების რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება მოხდება, იზრდება გამჭვირვალობის და სამართლიანობის ასე ვთქვათ მიდგომა ამ ყველაფერთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ პროგრამას ძალიან კარგი შედეგები ექნება. ორი ძირითადი მხარე არის, რამაც გამოიწვია ეს ცვლილებები. ერთი არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახდა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე სასუსათო უსაფრთხოება და აქცენტი გავაკეთეთ იმ მიმართულებზე, რომელიც ასე ვთქვათ სასუსათო უსაფრთხოების კალათაშია და მეორე მიმართულება გამოვყავლით ის ასე ვთქვათ წარმოებები, რომელსაც გააჩნია ქვეყანაში დიდი საექსპორტო პოტენციალი. სწორედ ამან გამოიწვია ცვლილებები და უახლოეს მომავალში დავიწყებთ კიდევაც განცხადების მიღებას. საინტერესო რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული, თქვენ რამდენიმე მიმართულება ახსენეთ, მაგრამ რომ გამოვყოთ, რომელი იქნება უფრო პრიორიტეტული, ეს შეიძლება იყოს წარმოების ზრდაზე აქცენტის გაკეთება თუ გადამუშავებაზე. ჩვენ ვაფინანსებთ სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის აბსოლუტურად ყველა გოლს, ეს იქნება პირველადი წარმოება და აქ ძალიან ფართოდ ვართ წარმოდგენილები, გაგრძელდება მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსება, დაფინანსდება წყვილფეხა და მსხვილფეხა მესაქონლეობის ფერმები, მეფრინველეობის ფერმა, მეფუტკრეობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ აკვაკულტურის მიმართულებას, მაგრამ და აკვაკულტურის წარმოებას, რომელიც ასე ვთქვათ, ესეთი ყურადღებით არ იყო მანამდე. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ამ ცვლილებებთან ერთად გავითვალისწინეთ ის თხოვნები და ის ასე ვთქვათ საკითხები, რომელიც წინა წლის განმავლობაში ჩვენ მინისტრის ხელმძღვანელობით, ბატონ დავით სამღლაშვილის ხელმძღვანელობით პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში ვიყავით, ჰქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან და ის არაერთი საკითხი ერთ-ერთი ესეთი საკითხი მაგალითად რა თხოვნა იყო მუნიციპალიტეტიდან უშუალოდ მოსახლეობიდან მაგალითისთვის რომ გითხრათ ქვეყანაში არის საგაზაფხულო ყინვასთან დაკავშირებით არსებობს ყოველთვის არის პრობლემა და წელიწადში ყოველწლიურად თუ არა 2 წელიწადში ერთხელ ყოველთვის სამწუხაროდ ეს სტიქიური მოვლენა ახლავს ჩვენ სოფლის მეურნეობას თან და ამ მიმართულებით უკვე იგივე ბაღების გაშენებას როდესაც ვსაუბრობთ მრავალწლოვანი ბაღების გაშენებაზე და დავტოვეთ ის რაც იყო ენერგები, სეტყვისგან დამცავებადეები და ასე შემდეგ, დავუმატეთ ის რომ თანადაფინანსებაში შევდივართ ყინვისგან დამცავი საწინააღმდეგო სისტემებზე, რომელიც ახალია და თხოვნა იყო შესაბამისად მოსახლეობისგან და ფერმერებისგან და ეს გავითვალისწინეთ. იგივე
თუნდაც როცა ვსაუბრობთ ჩვენ ლურჯი მოცვის წარმოებაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტი არის, თხოვნა იყო ასოციაციისგან და მათ შორის წარმოებლებისგან, რომ ქოთნებში წარმოება დაგვემატებიდან აღნიშნული მიმართულებაც ემატება და გათვალისწინებულია. და ბევრი ესეთი საკითხი არის, რომელიც გათვალისწინებაც მოხდა. ეს არის შედეგი იმ კომუნიკაციისა, რომელსაც აქვს სამინისტროს მოსახლეობასთან და კარგია, რომ ამ კომუნიკაციის შედეგად ის ყველაფერი აისახება და უკვე პროგრამის სახით წარმოედგინება მოსახლეობას. როგორც აღნიშნე, პირველად წარმოება ჩამოთვალე, გადამამუშავებელი მიმართულებაც გაგრძელდება და შემნახველი მიმართულებაც. თუ პირველადი წარმოების შემთხვევაში 50%-იანი თანადაფინანსება გვაქვს და ზედაზღვარი გვაქვს დაწესებული 2 მილიონი ლარი, გადამამუშავებელი შემთხვევაში და შემნახველი შემთხვევაში იქნება 40% და ასევე ზედაზღვარი 2 მილიონი ლარი. გადამამუშავებელ, ასე ვთქვათ, მიმართულებაზე აქცენტს გავაკეთებდი სასაკლაოებზე, ესეც გამოყოფილი მიმართულებაა, როგორც პირველად წარმოებაში ვიგულისხმე აკვაკულტურაზე, აქაც სასაკლაოების მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ამასთან ერთად ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი ზოგადად რომ გადაიარაღებაც და ახლის შექმნაც დაშვებულია ჩვენი ახალი პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბიზნეს გაუჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ თვისობრივად განაახლოს თავიანთი წარმოება. ეს იქნება სასაკლაოს მიმართულება თუ ნებისმიერი სხვა. შეიძლება ითქვას, რომ პროგრამის სრულად განახლება ხდება. ჩვენ ამას ვეძახით, ეს არის ის რეფორმა, რომელიც აუცილებელი იყო და უნდა გაგვეტარებინა. არ გვერიდება იმის თქვა, რომ შეიძლება წინა წლებში ყველაფერი ისე ვერ განხორციელდა, როგორც უნდა განხორციელებული იყო. ცოცხალი პროცესია. ყველა პროგრამას ახლავს თან თავისი ისეთი საკითხები, რომელიც ესე იდეალურად ხანდახან არ ხორციელდება, თუმცა ჩვენ არ გვეშინია იმისა, რომ აღიაროთ რაღაცა, რომ ვერ გაკეთდა, ან შესაბამისად არ გაკეთდა და ძალიან აქტიურად და პროაქტიულად ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. ეს რეფორმაც და აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამაც სწორედ ამ ყველაფრის გამოძახილია. კი ბატონო გიორგი, საინტერესოა ეს ახალი პროგრამა გლობალურ გამოწვევებს რამდენად ითვალისწინებს და პასუხობს ასევე და მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების ან მიწოდების ჯაჭვის რისკებს. კი, როგორც აღნიშნე, მაგალითად, იგივე სასურსათო უსაფრთხოების კუთხით თუ შევხედავთ, წრულფეხა და მსხვილფეხა მეცხოველეობის ფერმების თანადაფინანსება, სადაც არის რძის წარმოება, სადაც არის ხორცის წარმოება, იგივე მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსება, რაც არის სასათბურე მეურნეობების ხარდაჭერაც, მნიშვნელოვანი ერთწლოვანი კულტურების მოყვანისთვის აღნიშნული მიმართულებითაც, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულ ყურადღებას გამოვიჩენთ აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამის ფარგლებში და ვთვლი, რომ სახელმწიფო ვალდებულია უბრალოდ, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი გააკეთოს და ჩვენი, ასე ვთქვათ, ახალი პროგრამაც სწორედ ამისკენ არის მიმართული და იგივე ეს საექსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყნების, ასე ვთქვათ, პროდუქტები, იგივე ლურჯი მოცვი ვახსენე, 2012 წლამდე საერთოდ არ იყო ლურჯი მოცვის მიმართულებით, საერთოდ არ ვიცოდით, შეიძლებოდა თუ არა, რომ ლურჯი მოცვი ჩვენთვის საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტი გამხდარიყო და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია და საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩართული და საკმაოდ, ასე ვთქვათ, კარგ შედეგებს გვაძლევს და კი, ესეთ მიმართულებებს, რომელსაც გამოავლინეს თავი და გამოჩნდა, რომ ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ კონკრეტულ მიმართულებით იყოს ძლიერი, რატომაც არა, ნამდვილად ქვეყანა უნდა დაუდგეს და ამ შემთხვევაში სახელმწიფო სოფლის განვითარების სააგენტოს სახით გვერდში დაუდგება ესეთ ბიზნესებს და დაეხმარება, რომ მათ განავითარონ თავიანთი წარმოება. ამ პროექტების ჟამს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მონიტორინგი, ხო? მონიტორინგის ახალი სისტემა პრაქტიკაში როგორ მუშაობს? მოდით ესეთი რაღაცა ეგრე ვთქვათ, რომ ხარდაჭერა აღარ არის უბრალოდ გაცემული თანხა, ეს არის კონტროლირებადი შედეგი. რას გულისხმობ ამაში? ჩვენ დავამატეთ რამოდენიმე ეტაპი, რაც მანამდე არ ყოფილა. იგივე განხორციელდება, როცა ბენეფიციარი შეავსებს განაცხადს, დაინტერესებული შეავსებს განაცხადს, ჩვენ განახორციელებთ პირველად მონიტორინგს, სადაც აღირიცხება ის ადგილი, ლოკაცია, პირობები, თუ რა უნდა მოეწყოს, სად უნდა მოეწყოს, რა დროში უნდა მოეწყოს. ამ ყველაფერს აღნიშნავ, შემდეგ ბენეფიციარს მიეცემა დრო, რომ დაასრულოს პროგრამა. წარმოადგენს ბენეფიციარი აუდიტის დასკვნას, როგორც ეს აუდიტის დასკვნა წინა წლებში შეეძლო სხვადასხვა კატეგორიის აუდიტის დასკვნა წარმოედგინა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიცვალა მხოლოდ სავალდებულო მონიტორინგული აუდიტორული დასკვნას მივიღებთ. ამ აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ კვლავ ჩადის ჩვენი საველე მონიტორინგი და ამოწმებს, რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულა ბენეფიციარმა თავიანთი ვალდებულებები და სწორედ ამის შემდეგ ღებულობს თანხას ბენეფიციარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღარ იქნება არანაირი წინასწარი ტრანშები, თანხას ბენეფიციარი მიიღებს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაასრულებს პროექტს და ნამდვილად წარმოაჩენს იმ ყველაფერს, რომ ნამდვილად ყველაფერი გააკეთა. ეს არის და მეორე კიდე რაც მნიშვნელოვანია,
ამ მიმართულებითაც იყო შემთხვევები, როცა ჩვენ ნახეთ და ეს ცოცხალი პროცესი აქ საუბრობდი იმაზე, რომ ჩვენ ძალიან ღიად უნდა ვილაპარაკოთ ეგეთ საკითხებზე და მათ შორის ფერმერებსაც ვესაუბრებით, უმრავლესობა მათგანი გვეთანხმება ამ ნაწილში, კი, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სახელმწიფო თანხები, როგორი ხარჯება, სად იხარჯება და რატო იხარჯება. სწორედ იმ ფონზე თქვენ გამჭირვალობა და სამართლიანობა ახსენეთ და საზოგადოების ერთ ნაწილში იყო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ეს თანადაფინანსების პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან მიზნობრივად არ იყო მიმართული. რა მექანიზმებით უზრუნველყოფთ, რომ დაფინანსება უფრო ეფექტიანად გადანაწილდეს? ნახეთ, პრეზენტაციაზე მინისტრმაც ახსენა და მნიშვნელოვანია იქნება ფერმერთა რეესტრი. რა არის ეს ფერმერთა რეესტრი? ჩვენ გვინდა რომ ეს არის საფუძველი ვიცოდეთ თუ ვის ვეხმარებით და რა შედეგს ველით ამისგან. ფერმერები და ეს რეესტრი, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება და ფერმერული მეურნეობისა და საწარმოების ერთიანი რეესტრი იქნება ეს კი ბატონო, ჩვენ გვეცოდინება რამდენი ფერმერი ყავს, რამდენი ფერმერული მეურნეობა გვაქვს, რას ვაწარმოებთ, რამდენს ვაწარმოებთ, სად ვართ, ნაკვეთების აღრიცხვა მოხდება და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოგცემს იმის საშუალებას, რომ მიმდინარე დავაკვირდეთ თუ როგორ მიმდინარეობს პროგრამები და რამდენად ეფექტურად გამოდის და ვეხმარებით და მეორე საომავლოდ დავგეგმოთ ესა თუ ის მხარდაჭერა იგივე ფერმერებისა და ფერმერული მეურნეობების კენ, რაც იქნება სახელმწიფოსგან მომართული. აი რა მონაცემებს გაერთიანებს გიორგი ეს რეესტრი და ასევე საინტერესო როგორ გაუმარტივებს ფერმერებს სწორედ პროგრამებზე ცდომას? მონაცემები იქნება რა მიწის ნაკვეთია, რა კულტურა მოდის, რამდენი მოდის, თქვათ წლიურ ჭრილში ჩაიშლება თუ რამდენი იყო თქვათ მოსავლიანობა და ასე შემდეგ. გვეცოდინება თუ შეცვალა იგივე ერთი კულტურიდან მეორეზე გადავიდა ერთწლოვან კულტურებში თუ მრავალწლოვანი კულტურა სრულ-სრულად დაგვანახებს. იგივე შემნახველზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ მარტო მხოლოდ იგივე შეღავათ ენაკრეჩი, ჩვენ გქონდას რეისები, რომ სესხი გაიცემოდა და რაოდენობრივად გეტყოდით, რომ მაგალითად გაიცა ამდენი და ამდენი სესხი შემნახველის საწარმოების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ამოღება იმ ინფორმაციის თუ რა ტევადობის არის ეს შემნახველი ინფრასტრუქტურა, მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას იგივე შეღავათ ენაკრეტის ნაწილში. ეხლა გვექნება იმის საშუალება, რომ სრული ინფორმაცია გქონდეს, სრულად ვფლობდეთ თითოეულ დეტალს და რაც შემდგომში მოგცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად ეფექტური პროგრამები შევთავაზოთ ჩვენს ფერმერებს და დაინტერესებულ პირებს. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ რეესტრი აგრარული პოლიტიკის უფრო ზუსტ დაგეგმვას შეუწყობს ხელს. კი, რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნაწილი არის ფერმერთა რეესტრის შექმნა და ნამდვილად თამამად შემეძლია გითხრათ, რომ ამის გარეშე წარმატებული სოფლის მეურნეობა და ასე ვთქვათ, პროგნოზირებადი სოფლის მეურნეობის ასე ვთქვათ, წარმოება შეუძლებელია. აი, ერთგვარად რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, საბოლოოდ რა კონკრეტულ შედეგს უნდა ველოდოთ ამ რეფორმის განხორციელებით და რა პერიოდში არის გათვლილი? ესე იგი, ახალი აგროთანადაფინანსების პროგრამა არის გადასვლა რაოდენობიდან ხარისხზე. ნაკლები სუბიექტურობა, მეტი შედეგი და მეტი ეკონომიკური ეფექტი, მეტი კომერციალიზაცია, უფრო გამსხვილება. ეს არის აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამის ასე ვთქვათ მიზანი, ეს არის ეს რეფორმის ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ დავინახავთ შედეგებს თუ რა მიმართულებით სწავლთ. და ასევე მინდა გკითხოთ საერთაშორისო გამოფენებზე, სანამ გადაცემას დავასრულებთ და მივიდივართ უკვე დასასრულისკენ, როგორ მიმდინარეობს ეს ქართული აგროპროდუქციის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე, რომელ საერთაშორისო გამოფენებზე მიიღეთ მონაწილეობა და სად იგეგმება ახალი წარდგენები? ჩვენ უკვე ვიყავით სამ ქვეყანაში, სამ სხვადასხვა გამოფენაზე, უახლოეს მომავალში გვაქვს დაგეგმილი გამოფენა აზერბაიჯანში, შემდეგ ჰოლანდიაში. მგონია რომ ზოგადად კულტურა იმისა რომ ქართველი ფერმერი და მეწარმე მიხვდა რომ აუცილებელია რომ საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე რომ გაიტანოს აუცილებელია რომ იაროს საერთაშორისო გამოფენებზე და ემუშაოს სხვადასხვა შემსყიდველს ეს კულტურა დაინერგა მიხარია რომ სახელმწიფო სოფლის განვითარების სააგენტოს სახით ამ პროცესში და ამ კულტურის დანერგვაში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს არსებობენ კიდე სხვა უწყებები სხვადასხვა სამინისტროების ქვეშ რომელიც ამას მხარს უჭერენ ასე ვთქვათ ერთიანი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს იმისა რომ მეტი ქართული ასე ვთქვათ აგროპროდუქცია მოხდეს საექსპორტო ბაზრებზე გვაქვს თვალშესახები შედეგები იგივე შარშანწინ 10 მილიონის იყო გამოფენებიდან ასე ვთქვათ გაცნობილი
ბენეფიციარები შარშანდელი მონაცემები ჯერ კიდევ სრულად არ აგვაქვს, მაგრამ დაახლოებით მაგის ნახევარი იყო და მგონია რომ ეს პროცესი არის ძალიან ჯანსაღი, ემატება ახალი ქვეყნები, ახალი მიმართულებები, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ძირითადად იმაზე თუ რა სავაჭრო ურთიერთობები გაგვაჩნია ამა თუ იმ ქვეყანასთან, როგორი ლოჯისტიკური ხაზები არსებობს ამა თუ იმ ქვეყანასთან, ამის მიხედვით იგეგმება გამოფენა ქვეყნებში, იგივე წელს ახალი მიმართულებები გაჩნდა და წავალთ ინდოეთში, მსხვილესი ქვეყანაა და მგონია რომ გვაქვს პოტენციალი რამდენიმე კომპონენტში, სადაც შეგვიძლია რომ ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ და ძალიან ცოცხალი პროცესია, კარგად მივდივართ და დიდი იმედი მაქვს რომ ეს ტემპი გაგრძელდება. წარმატებებს გისურვებ და ბიზნეს პოსტის სიახლეების კვალდაკვალ გამოყვებად. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი იყო ბიზნეს პოსტის სტუმარი. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ ნახვამდის.